Სამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, თქვენის ნებართვით ტრადიციულად დღევანდელ ჩვენ საუბარს დავიწყებთ შემოსულ კითხვებზე პასუხით და შემდეგ უკვე ძირითად თემებზე გადავალთ იმ თემებზე, რომელზეც დღეს გვინდა რომ გესაუბროთ. გვეკითხებიან 30-31-ში ქართველთა დიდი ერთობის დამფუძნებელ შეკრებაზე თუ მივიღებთ მონაწილეობას, უნდა გითხრათ რომ ჩვენ თუ კი სადმე ეროვნული პატრიოტული მოწოდებით რაიმე ღონისძიება ტარდება, ვცდილობთ ყველგან მივიდეთ, ჩვენი წარმომადგენლები გავაგზავნოთ, დავაკვირდეთ, შევხედოთ რა ხდება და გარკვეული მონაწილეობაც მივიღოთ. ანალოგიური იქნება 30-30-ში თუ 31-ში დაზუსტება. ხო, სამწუხაროდ არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად დაესწრებიან, დავაკვირდებით, შევხედავთ რა საკითხები იქნება განხილული, რა მიმართულებები იქნება არჩეული. ისე კი უნდა გითხრათ, რომ ეროვნული თანხმობის დარბაზის შექმნის ერთადერთი მიზანი იყო მოსული უფლის სიტყვის შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების მოხდენა იმ იურიდიული სამართლებრივი საბუთის დე იურე დე ფაქტოდ გადაქცევა, რაზედაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი აქვს მოწერილი 1,907,000 ამომრჩეველს, რაზედაც ჩატარებულია სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობები ამ თემებზე უამრავჯერ ვისაუბრე, აღარ შეგაწყეთ თავს და ჩვენთვის ნებისმიერ ძალასთან, ნებისმიერ გაერთიანებასთან თანამშრომლობა მისაღებია, მისაღები იქნება თუ კი ისინი აღიარებენ ამ მიმართულებას, თუ კი აღიარებენ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოხატულ ნებას, თუ კი აღიარებენ სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობების მიერ მიღებულ გადადგენილებებს, ჩვენთვის რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება. პირიქით ჩვენი მიზანიც ის არის, ჩვენი სახელიც ამას მიანიშნებს, რომ ჩვენი მიზანია ეროვნული თანხმობის მიღწევა, სწორედაც უფლის სიტყვით მოსული იდეის ირგვლივ გაერთიანებისთვის, რომელიც საქართველოს ჩვენ ქვეყანას მიიღოს გადარჩენამდე. ეს რაც შეეხება პასუხს ამ შემოსულ კითხვაზე. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გარკვეულ იმედებს წარმოქმნიდა, თითქოს რაღაც სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადაიდგა ნაბიჯები და აქეთკენ მიდიოდა თითქოს საქმე, მაგრამ შემდეგ ისეთი პირობები იქნა დაყენებული, როგორც ჩვენ თქვით ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ჩვენ კი გვინდა რომ ეს სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, ჩვენ კი გვინდა რომ სოფლიოს ეს ორი ზესახელმწიფო შეთანხმდეს და ბოლოს მოიხსნას ის საფრთხეები, რაც მესამე მსოფლიო ომს უკავშირდება, რაც დიდ დატაკებას და დაჯახებას უკავშირდება, რაც ბირთვულ ომს უკავშირდება, მაგრამ არანაირი წინაპირობა იმის არ არსებობს, რომ ეს შეთანხმება მყარი იყოს და გრძელვადიანი იყოს და აგერ ჯერ შეთანხმება არც კი იყო მომხდარი, რომ იქვე ჩაიშალა და რუსეთის ხელისუფლებას წაუყენეს ისეთი პირობები, რომელიც რუსეთისთვის სრულიად მიუღებელი იყო. მეორე მხრივ რუსეთის ხელისუფლება სამშვიდობო პირობით, იმ პირობით წამოაყენა თავისი თეზისები, თუ კი მისი პირობები შესრულდებოდა და რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები ახლა უკვე მეორე მხრისთვის, დასავლეთისთვის არ არის მისაღები და თან ამ ფონზე ორივე მხარე გამალებული ემზადება უფრო დიდი დაპირისპირებისთვის, ვიდრე ეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომია. ეს ომი არაჯერ გითხრა, რომ ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომი, ეს რუსეთისა და დასავლეთის, რუსეთისა და ნატოს ომია და კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ომისთვის მიდის მზადება ორივე მხრიდან. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, რაზედაც გვინდა გესაუბროთ, ეს არის კანონპროექტის წამოყენება, შემოტანა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ნარკოდანაშაულზე პასუხისგებლობა მკაცრდება, მძიმდება, ასე ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, სრულიად მისაღებია, იმიტომ რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. ჩვენ გენოფონდს ანადგურებს ვიღაცების ჯიბეების გასქელების სანაცვლოდ ვიღაცები მდიდრდებიან და ჩვენი გენოფონდი ნადგურდება
დოზის გადაჭარბებით იღუპება უამრავი ახალგაზრდა, ვინც არ იღუპება, დაკარგული აქვს მათ უკვე ადამიანური სახე, დამოკიდებულები არიან ამ ნარკოტიკზე და ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლებაოდეს ცხადია, თუმცა აქ არის ერთი საკითხი, რომ საქართველო წააგავს ქვევრს, რასაც ჩასძახებენ, იმასვე ამოსძახებს. იყო ბაიდენის ხელისუფლება, იყო ლიბერალური მიმდინარეობა მსოფლიოში წარმართველი, ეს ლიბერალური დამოკიდებულება ეხებოდა მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებასაც, ნარკოტიკების გავრცელებასაც, შემგუებლური ლიბერალური დამოკიდებულება იყო. მაშინ საქართველოში მიიღეს დეკრიმინალიზაციის კანონი, რომლის მიხედვითაც შერბილდა ნარკო მომხმარებლებზეც, ნარკო რეალიზატორებზეც ეს კანონმდებლობა უფრო რბილი გახდა, უფრო მიმტევებელი გახდა. ახლა შეიცვალა ამერიკაში ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაცია მართავს, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები საზოგადოების გაჯანსაღებისკენ, იმიტომ რომ ამერიკა ზესახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა, უნდა ყავდეს ძლიერი მოქალაქეები, უნდა ყავდეს ძლიერი ჯარი. აი ეს პრინციპები იქნა ახალი ადმინისტრაციის მიერ არჩეული და შესაბამისი ნაბიჯების გადატყმა დაიწყო და ეს ნაბიჯები შეეხო ასევე საზოგადოების გაჯანსაღებად. ბევრს გინახიათ ალბათ ინტერნეტ სივრცეში, ამერიკის ქალაქებში რა ხდება, ნარკოტიკებით გაბრუებული, გათიშული ახალგაზრდები პირდაპირ ქუჩაში ყრიან მომიტევეთ ამ სიტყვაზე, მაგრამ სხვა სიტყვა არ შეეფერება იმ მდგომარეობას, რაც იქ ხდება. და იქ დაიწყო ეს პროცესი და ჩვენთანაც როგორც ქვევრში ჩასძახებენ, ამათაც ამოიძახეს და დაიწყო ეს პროცესი. თუმცა რა მიზანიც და რა მიზეზიც არ უნდა ახლდეს ამ კანონპროექტის გააქტიურებას, ამ თემაზე საუბრის წამოწყებას, ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით. ეს ნებისმიერ შემთხვევაში დადებით შედეგებს მოიტანს, შეიძლება ისეც არა, როგორც დაუშვათ მოლოდინი შეიძლება გააჩინოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ცოტაც შეიძლება ჯობდეს საერთოდ არარაობას. ამ თემებზე დავიწყოთ კახა საუბარი. კი ბატონო. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ბოლო მიდან დავიწყებ ჯემალი მაშინ ნარკოტიკების საკითხთან დაკავშირებით. ხო. მუცხოვრობ დედამიწაზე ადამიანები და ამ ცხოვრებას თავის სირთულეები ახასიათებს. ის რაც ძალიან სასიამოვნოა, ძალიან დამღუპველიც არის და ეს დიდი ხანია უკვე გაიგო ადამიანმა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მყრობელობის, გამდიდრების და ასე შემდეგ მოწინააღმდეგის დაბეჭავების, განადგურების მეთოდში ახალი არ არის, შევიდა ნარკოტიკების თემა და ძალიან ძლიერად გვახსოვს ოპიუმის ომები ჩინეთის წინააღმდეგ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული ომების შესახებ. არსებობს ასეთი ისტორიული ჩანაწერები, როდესაც ინგლისის დედოფალი კითხულობს, შეუძლია თუ არა ჩინეთს რაიმე ზიანი მოუტანოს ჩვენს იმპერიასო, გამარჯვებული ინგლისის გენერლები ასეთნაირად პასუხებენ, რომ ოპიუმით იმდენადაა გამოთაყვანებული მთელი ჩინეთი, რომ მათ არავით არის წინააღმდეგობის და არავით არის ზიანის მოტანა ჩვენთვის არ შეუძლიათო. ხო, აი ამ ეპოქებს ვიცნობთ, ეს ეპოქები გავიარეთ და რაღაცნაირად ბუმერანგივით ახასიათებს ნებისმიერ ქმედებას, მოსდევს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება. არის კანონი ფიზიკაში, ყოფაში, ცხოვრებაში, სულიერ ფიზიკური კანონია და დასავლეთს ძალიან მწარედ შემოუტრიალდა. აქ ფიზიკურად რო დაიწყოთ ახსნა, შეიძლება სულ სხვადასხვა მომენტებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ თანამედროვე სინთეტური ნარკოტიკების შემცველი ნივთიერებათა მწარმოებელი და მომარაგებელი გახდა ჩინეთი. და იქიდან გამოგზავნილი ნარკოტიკების დასამზადებელი საშუალებებით იმდენად გამარტივებულა ეს პროცედურა, რომ ისაუბრებს წამყვან მედიის საშუალებებში, რამოდენიმე წელია
მაინდამაც ძვირი არ ჩდება, გააკეთო პატარა ქარხანა, გადაამუშავო და ბაზარზე ჩდება ახალი სინთეთური ნარკოტიკი, რომელიც ძალიან მძლავრია და ძალიან მომაკვდინებელიც. შედეგები არის კატასტროფული. ხო, ეს ბუმერანგი მოუბრუნდა პირველ რიგში იმ არეალს, საიდანაც ამ ადამიანის გამანადგურებელ, ერთ-ერთ გამანადგურებელ იარაღს ხელი წავლეს და დაიწყეს გამოყენება კოლონიალური პოლიტიკისათვის. მაგრამ ახლა სხვა მიზეზები აქვს იმას, რაც მთელ მსოფლიოს თავს დაატეხეს დიდ საშინელებად. მიზეზები იყო შემდეგი. მოსახლეობის შემცირება მილიარდამდე, ეს თემა უკვე დამალული არ არის. ხელოვნური ეპიდემიები, ბოლო პერიოდის COVID პანდემია და ვიცით ამაზე უკვე რამხელა სკანდალებს ჰქონდა ადგილი და რა პოზიცია უკავია დღევანდელ ამერიკის ადმინისტრაციას. ფაქტურად ამ ხელს ეს რეალობა იყო. და ემიჯნება ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია სტოვებს მის რიგებს ამერიკის შეერთებული შტატები. მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებისათვის ერთ-ერთ კარგ წყაროთ იყო სწორედ საყოველთაო ნარკომანიით მოსახლეობის გაუბედურება. LGBT თემის შემოტანა, ოჯახების განადგურება, ნარკომანიის შემოტანა და ამით რა თქმა უნდა ასეთი საზოგადოება გამრავლების უნარსაც დაკარგავდა და ბოლოს პირუტყვის მდგომარეობამდე დავიდოდა. ადვილად მართვადი. ერთდროულად ადვილად მართვადი, ეს არის გამოყეყეჩებული ბრბო, რომლებსაც ძალიან თავისუფლად წაიყვანს სასაკლაოზე, უფრო სწორედ საკუთარი ფეხით მიდის განარკომანებული, გაუბედურებული ახალგაზრდობა, ძირითადად საკუთარი ფეხით მიდის სასაკლაოზე. ეს არის ასეთი მეთოდები. ამას მთელი ძალით ამკვიდრებდნენ ეგრეთ წოდებული ყალბი თავისუფლების იდეის ქვეშ მალავდნენ აი ამ გეგმარს და ყალბი თავისუფლების იდეი დაავადებულ საზოგადოებას დასავლეთში პირველ რიგში პირველად მოახვიეს თავს ის საკითხი, რომ შენი სხეული შენი საკუთრებაა და შენ თუ გინდა რომ მიიღო ნარკოტიკული ნივთიერებები, უნდა მიიღო და ისიამოვნო. მე რა რომ შენ შეიძლება ამას გადაყვედა მომავალი არ გქონდეს, ეგ შენინებაა. შენინება თუ გინდა წადი ქუჩაში დაჯერდი და იყავი მათხოვარი, ნუ გექნება სახლი, ნუ გექნება ოჯახი. შენინება თუ გინდა დაიწყე წანწალი, გახდი პანკი და ასე შემდეგ. ეს მოძრაობები 60-70-იან წლებში უზარმაზარი ძალით ჯერი განავითარეს თავიანთ სივრცეში და ნუ შემდეგ შეეცადნენ რომ თემ სოფლიოსთვის მოედო. თუმცა სრული თავისუფლება მიარიჭეს, ამ დროს ეს თავისუფლება გადიოდა გიჟი თავისუფლების პრინციპზე, წადი და მოიკალე თავი, რაც კი განთავისუფლებული იყავი ყოველგვარი მორალისგან, განთავისუფლებული იყავი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ოჯახის წინაშე, ერის წინაშე, ქვეყნის წინაშე, საკუთარი ახლობლების წინაშე და მიდი და გაიკეთე ნარკოტიკი მოწიე, რა ვიცი, შეიგნოსე რაც გინდა ისქენი, მიიღე სიამოვნება, თავისუფალი ხარ. აი ამ პრინციპზე გამოზარდეს ახალგაზრდობა. და არაერთი თაობა უნდა ითქვას, არაერთი თაობა. აზიამ ამას სხვანაირად უპასუხა, უკაცრეს ზომებს ატარებდა აზიის ზოგიერთი ქვეყანა და დღესაც ასე არის, განსაკუთრებით ნარკოტიკების გამავრცელებლებზე უმაღლესი სასჯელი აქვთ ახლაც და ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძველით და საბაბით განსაკუთრებით ინგლისთან და დასავლეთის ქვეყნები აქტიურობდნენ ამ ქვეყნების წინააღმდეგ მთელი წლების განმავლობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ნარკომანიის დამკვიდრებას უკვე როდესაც გადაუწყვიტეს საბჭოთა კავშირის დაშლა, საკმაოდ კარგი საძირკველით ჩაუყარეს და ჯერ კიდევ პატიაშვილის პერიოდშივე ამაზე ღიად და ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ საბჭოთა რესპუბლიკებში ერთ-ერთი პირველი ადგილი გვეჭირა უკვე ნარკომანიით. ეს ჯერ კიდევ 80-იან წლებში გახსნეს ეს საკითხი და წინ წამოწიეს. საგანგებოდ იყო იმ სისტემაშიც ისეთი რაღაცები ჩალაგებული, რასაც უნდა გამოეწვია დემორალიზაცია, ყოველგვარი მაღალი იდეალების დაშლა და იმის მომწიფება, რაც 90-იან წლებში ხელისგურზე დაგვიდეს. აქვე უნდა გავიხსენოთ ის გორდიევის ერთ-ერთი წითელი მასონის
ცნობილი ტექსტიდან ამოღებული სიტყვები, ეს ჩვენ გაგხადეთ ქურდები და დამნაშავეები. ერთ-ერთ ფრაზით ასე ამბობს. და მართლაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში ასეთ საკითხებს, ასეთ პროცესებს ადგილი და პირდაპირ მოკლედ გადავეშვით იმ სოდომში, რაც უკვე ევროპაში გამოკვეთილად დაიწყეს შექმნა და აშენება. ევროპაში იყო გამოკვეთილი ფორმით, ყველაზე უფრო მკვეთრი ანტიქრისტიანული და სწორედ ანტიქრისტეთ სიტყვა და იქ ბატონობს და იქ შექმნეს ეს სისტემა და ერთ-ერთი პირველი გასვლა ჩვენი ახალგაზრდობის ევროპაში იყო სწორედ ის, არა ის რომ მაინდა-მაინც ემუშაოთ, არამედ ის რომ იქ თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ ნარკოტიკული საშუალებები. ჩვენ ვიცით, ერთხელ აჩვენეს ათენის ერთ-ერთი ცენტრალური პარკი და ნარკოტიკებით გათიშული და გაბროებული ახალგაზრდობა ბოდიშდა როგორ ეყარა სკვერებში. იქნებ გავიხსენოთ რა რაოდენობის ქართველები არიან წასული საბერძნეთში და არა მარტო საბერძნეთში. ხო, ევროპა გახადეს ეს ციტადელი ნარკომანიის, ამერიკის ქალაქები თვითონ მიაჩვენეს დოკუმენტური ფილმები, რა დღეშია ჩავარდილი, ნაუმარს გავს, 30-40 წლის წინანდელი ქალაქები აჩვენეს, ჩვეულებრივი ხალხმრავლობა და დღევანდელი ქალაქები გაუბედურებული ნარკომანით, გადაგვარებული, გაპირუტყვებული, გასაცოდებული ახალგაზრდობა ჩაჭარელი. ჩვენ სირაქლემის პოზიცია გვიკავია, თავი გვაქვს იწას ჩაყოფილი, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი გასულია ევროპაში და უბედურობაში უამრავ მსხვერპლად. ბოლო დროს, ეხლა არ მინდა მე დავასახელო და 7 ახალგაზრდა დაიღუპა. აი რამოდენიმე დღეა. ახლობლები არიან. ისე შორიდან კი არა რომ მესე გავიგე. სწორედ ამ ნარკოტიკის მოხმარებით, მოკლედ ესა თეთრი გენოციდის უსაშინლესი და უსასტიკესი მეთოდი, რითაც მთელი მსოფლიო დაავადეს, მაგრამ პირველ რიგში ყველაზე დიდი დარტყმა მაინც თვითონ მიიღო დასავლეთმა თავის თავზე. საქმე იმაშია, რომ ახლა თვითგანადგურება ამ ზომაზე მათ რა თქმა უნდა გეგმაში არ ქონდათ. ბოლოს და ბოლოს უნდა დაესვათ მსოფლიო ერთი მეფე დიქტატორი და იქ თავისთვის მერე სხვა კანონები ჰქონდათ გათვალისწინებული, მაგრამ ეს გეგმაა ჩაშლილი და თვითდინებით მიდის და ვითარდება პროცესები. ამის გაჩერება იყო აუცილებელი, ვთქვით რომ ულტრაგლობალისტური გეგმა ჩაიშალა, გაიჭედა, ეხლა აღარ მიუბრუნდებით მაგ საკითხების განხილვას. ამიტომ ეს გეგმა შეცვალეს და დანარჩენ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ იცი რა, ჩვენ ეხლა არა ვართ თქვენს უყოლას გაქრობით დაინტერესებულები, თქვენი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნულობის წაშლით ახლა არა ვართ დაინტერესებული, ჩვენი ინტერესია ამერიკა კვლავ გავაძლიეროთ იმ ზომით და იმ წონით, რომ ის გახდეს ზესახელმწიფო, წამყვანი ზესახელმწიფო, გლობალიზმის ამ ფორმას გვთავაზობენ. ტრამპის ადმინისტრაციას სწორედ აი წარმომადგენლობას ასეთი შემოთავაზება აქვს, ასეთი პირობა აქვს დაყენებული. შემოთავაზება კი არა, ასეთი პირობით დაგვიდგა მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას. ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს მთავარი წამყვანი ყველაფრის გამკარგველი საბოლოო ანგარიშით, მაგრამ თქვენი სახელმწიფოებრიობები ასე თუ ისე შენარჩუნდება ულტრაგლობალისტური გეგმის მიხედვით, არ უნდა ყოფ ერთი სახელმწიფო, ერთი მოდგმა, ერთი ოქროს მილიარდი, მისი გარკვეული ნაწილი მსახური და მეტი არაფერი. ციფრული დიქტატურა ერთდროულად და სხვა კაცრი კანონები. ესე იგი ეს განარკომანება, ეს ეპიდემიები, ომები და ასე შემდეგ ომების წარმოება მსოფლიოს რიცხოვნობის შემცირების მიზნით იყო ეს გეგმა. ეს გეგმები ჩიქშია შესული და ამერიკამ პირველი ნაბიჯები გადადგა დაუწყო ამ ნარკომანიას და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლა დაიწყო, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ თვითონაც ვეღარ შეძლებს ვერაფერს.
აზია უფრო გადარჩა ამ შემთხვევაში თავისი მკაცრი კანონებით და თავისთავად გაინადგურა და ინადგურებს უფრო დასავლეთი. მოდით ხა ბოლო-ბოლო მიხდნენ რომ იმას რომ აგერ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ პირდაპირ კონფლიქტისთვის ემზადება დასავლეთი რუსეთთან და ამ დროს მოიხდეს და აღმოაჩინეს რომ ხვალ-ხვალზევით თუ ამ ტემპებით წავა პროცესები მაშინ რომ საზარბაზნე ხორცი ცოცხალისა და საერთოდ აღარ ყავდეს. კი, ნარკოტიკებით გამოყეყეჩებული და LGBT კაც-ქალათა ქალკაცად გადაკეთებული ჯარით მოგებულიობი არ არსებობს. ამერიკას დიდი სპექტაკლის დადგმა მოუხდა იმისთვის რომ გაიხსნა ხელფეხი და მარტო ავღანეთი არ იყო რა თქმა უნდა სხვა თემებიც იყო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რომ მისცემოდა საბაბი შეჭრილი იყო სადაც უნდა მათ შორის ერთ-ერთი იყო ავღანეთი. როდესაც სათამბჯენები აფეთქეს იქ აღმოჩნდა რომ საუდის არაბეთის სპეცსამსახურებს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამ დროს საუდის არაბეთი პირდაპირ მოკავშირე იყო შეერთებული შტატების და მისი სპეცსამსახურების თანამშრომლები თვითნებურად ისე რომ გაეღვიძათ ერთ დღეს და მოდი ტერაქტი მოვაწყოთ ამერიკაში, ეს არ მოხდებოდა, ვერ მოხდებოდა. ამას მოყვა ის რომ ამერიკა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში ჩაერთო, გაიხსნა ამისთვის ხელფეხი და მათ შორის იყო ერთ-ერთი ავღანეთი. სადაც ამერიკის შეჭრის შემდეგ 130 ჯერ გაიზარდა ოპიუმის და სხვა ნარკოტიკების წარმოება. ეს რა თქმა უნდა უზარმაზარი შემოსავლები იყო ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და კერძო ჩინოვნიკების ჯიბეებისთვის. და თავისივე დაწყებული პროცესი, როდესაც 130 ჯერ გაზარდეს ამ ნარკოტიკული საშუალებების წარმოება, დღეს თვითონვე გამოუცხადეს ომი და შეცვალეს მიმართულება. აი ეს არის აქ საინტერესო. დიახ. საქართველოს უნდა გამხდარიყო თავარი სიახლის გამომსხივებელი წყარო თუნდა გადაქცეულიყო. ეს არის ქართველი ერის სულიერი მისია და სიტყვით მიღებული ცოდნა ამის საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს. ჯერჯერობით ეს ასე არ ხდება, მაგრამ რადგან მოვლენა უკვე გადავიდა კაცობრიული მასშტაბით, პატარა ლაბორატორიაში რაღაც ხდებოდა, რაღაც მოხდა, რაღაც გადაწყდა, რაც ჩვეულებრივი თვალით და ჩვეულებრივი ყურისთვის არც მოსმენილია და არც დანახულია, მაგრამ რაც იყო გადაწყდა და ახლა ეს მსოფლიოზია გავრცელებული, გადასული და მსოფლიოში მიმდინარეობს გარკვეული პროცესები და ვთქვით რომ იყოს შესაძლებლობა მართალია ეს საკითხი ჩვენ აქ ვერ გადავწყვიტეთ ისე როგორც უნდა გადაგვეწყვიტა, მაგრამ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები მოგცემ და გაგვიხსნიდა გარკვეულ გზებს, გაგვიოლებდა იმ ნაბიჯების გადადგმას, რასაც ადრე ვერ ვახერხებდით. ესე იგი, გარკვეული ფანჯრები გაჩნდებოდა და ამ მიმართულებითაც გაჩნდა ეს ფანჯრა, რაზე სახელმწიფო თვითონ დაიწყო ბრძოლა და ჩვენი ხელისუფლებაც გამოეხმაურა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თუ რა სიღრმის გამანადგურებელი ძალაა ნარკომანია. აი ეს ტემპები, რაც იგივე ლიბერალიზაციით, ნარკოტიკების მოყარების ლიბერალიზაციის პოლიტიკა ფაქტიურად პირდაპირ ურტყავს არა მარტო ქართველებს და ჩვენ თავზე თუ გვაქვს ლაპარაკი უსაშინესი მომავალი არა უსაშინესი პროცესი ის თვითონ ვინც ნარკოტიკების მომხმარებელი ხდება ის ხო დაკარგულია ოჯახისთვის, ქვეყნისთვის, ერისთვის და ის ვინც ასაგებს ამ ნარკოტიკს ისიც დაკარგულია, იმიტომ რომ ისიც ყალიბდება დამნაშავედ, რომელსაც ხელი გასული აქვს თავისი ძმის, თავისი თანამოძმის სიკვდილში, განადგურებაში. ესე იგი, მთელი წლების, მთელი 10 წლეულების განმავლობაში სპეციალური იდეოლოგიის სამსახურები მუშაობდა, რომ მთელი მსოფლიოსთვის მოეხვიათ თავზე თავისუფლების ლოზუნგი ნარკომანიაც. აი ჩვენ წავაგეთ ამასთან ბრძოლა და ახლა ჯობია რომ აკრძალვით უფრო უარესი მივიღეთ და ლეგალიზაცია ჯობია და ასე შემდეგ ეს უზარმაზარი იდეოლოგიური ტალღა გაბატონდა, ჩაბეტონდა ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირში, ამერიკის შეერთებული შტატებში და ეს გადაიქცა დიდ თეთრ ჯოჯოხეთად. ჩვენ ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, იმიტომ რომ
თუ ერი უნდა გადავარჩინოთ, ეს ერთ-ერთი უმწვავესი ფრონტის ხაზი გადის სწორედ ამ საკითხზე. ჩვენ ამ საკითხს თუ ვერ გადავჭრით, ჩავთვალეთ, რომ მაინც დაუპა გარდუალია. ერთ-ერთი ამაზე გადის. იქ რამოდენიმე უძირითადესი საკითხია, მაგრამ ეს ერთ-ერთი უძირითადესი საკითხია უკვე. მარტო კანონმდებლობის გამკაცრება უშველის თუ არ უშველის, ესეც საკითხავია, ესეც გასარკვევი და გასარჩევი საკითხია, იმიტომ რომ პრობლემა არის უაღრესად კომპლექსური. მიდგომა უნდა იყოს უაღრესად კომპლექსური. მარტო კანონების სიმკაცრე ვერ უშველს. ერს ჭირდება ეროვნული იდეოლოგია. ერს ჭირდება წმინდა კეთილშობილი მიზანი. რა იდეოლოგია? თვითშეგნების ამაღლება საჭირო. ამ თვითშეგნების ამაღლებას კეთილშობილურ მიზნებს ეწინააღმდეგება ფულის სისტემა. და რატო გაეხსნა ხელფეხი ამ ნარკომანიასაც? იმიტომ რომ უზარმაზარი ფული კეთდება ნარკოტიკების ბრუნვით. ასეთი დიდი ფული თითქმის არაფერში არ კეთდება, იარაღსაც აჭარბებს. სპეცსამსახურები და ამ საქმეში ჩართული წრეები მოკლედ გადაივსდნენ ამ ფულით და ბოლოს და ბოლოს რა არის? ეს ხო არის რეალობაში დამკვიდრებული ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთის სისტემა. აი ეს აგვაქვს დასაძლევი და სხვათა შორის ეს საკითხებიც ჩვენ რომ გადავჭრით ვთქვათ, რომ უკვე ამოვწურეთ და გამარჯვების გზას დავადექითო, ამ ფორმაციის პირობებში მანამ ვართ, ამას ვერ ვიტყვით. მართალია აზიაში კაცრი მეთოდები ჩვენ აქ სიკვდილით დაჯაზე არ აგვაქვს ლაპარაკი. სამუდამო პატიმრობა თუ 20 წელია ჩავთვალოთ, რომ სამუდამო პატიმრობა არის უმაღლესი სასჯელი. ნույთ დახრეტა გასაგები ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ არც იქ არ ითვლება საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია და ჯერჯერობით ვერც ერთი ქვეყანა ალბათ ვერ იტყვის, რომ მათ დაამარცხეს უკვე ეს პრობლემა. რატო? იმიტომ რომ ფულისაა ფორმაცია. ადამიანი კორუმპირებული, ადამიანი ფულის შოვნისთვის ყველაფერს აკეთებს მაინც. ესე იგი, აქ მაინც ისე მივადექით იმ ძირეულ საკითხს. სანამ ადამიანი იცხოვრეს იმ შეგნებით, რომ თუ ფული გაქვს, მაშინ შენ ხელშია ყველაფერი, ძალაუფლება, ხარჯნობადი, დაფასებული ადამიანი და ყველაფერი შენია. სანამ ეს პრინციპი იმუშავებს, ყოველთვის ექნება ადამიანს მიდრეკილება იქითკენ, რომ იული გზით იშოვოს დიდი ფული. ყველაზე იული გზით დიდი ფული იშოვება ნარკოტიკების ლეგალიზაციით. ნუ დავივიწყებთ, რამდენად ვიყავით ამით განმსჭვალულნი, დიდი ხანი არაა გასული, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა პირდაპირ ეთერში, სწორედ იმას აცხადებდა, რომ 5 მილიარდი მოგება შეიძლება მოუტანოს, თუკი ვას ამოყრიდით და კანაფს გავაშენებთ. იმ კომპანიებს, ვინც ამ საქმეს სწავლებდა ხელს. მაშინ, როცა ისრაელის მაგალითი დოცი, აი კონკრეტულად, ჩორს რომ არ წავიდეთ, რა არის ისრაელის მაგალითი? ახლა რამდენად მძლავრი ქვეყანაა და რატომ არის ეს ქვეყანა მძლავრი, ეს სხვა საკითხია. რამდენად დიდი კონტროლის საშუალებები აქვს, იქ ისე ჩიტი ვერ გაფრინდება, რომ აღრიცხვის გარეშე იყოს. მიუხედავად ამისა, როდესაც მოიყვანეს პლანტაციები, სხვადასხვა შეძლება გაფორმება ოფიციალურადაც ხო არის ნარკოტიკების წარმოება, გამახუჩებლებში იხმარება რაც სამედიცინო მიმართულებით რა. იგივე მეტადონის პროგრამები არსებობს, თუ არის არაოფიციალური ვაჭრობა, ოფიციალური ვაჭრობაც არის. ხო. ისრაელში როგორც კი დაიწყო სამ პლანტაციების აშენება და კულტივირება, ძალიან მკვეთრად მოიმატა ისრაელში ნარკომანის რაოდენობა. ეს მაგალითი წინგვედო. ხო, ეს წინგვედო და მიუხედავად ამისა, საქართველოში აპირებდნენ სწორედაც კულტივაციას. კულტივაციას, ვაზის მაგივრად ეს თემა წამოვიდა და როდესაც საზოგადოებისგან და ეკლესიისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამომჟღავდა და უკან დახევა შემდეგ ეს კანონ პროექტები პაპკით სადღაც თაროზე შემოდეს იმ უკეთესი დროსთვის, როდა უკვე საზოგადოებას აღარ ექნებოდეს, მაგრამ ამასობაში დროება შეიცვალა, სხვა პროცესები დაიწყო მსოფლიოში და ესენი სიძულებული გახდნენ ჩართულიყვნენ, თორე ახლა სწორედაც მაგიტოა, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების გულწრფელობაში ეჭვგვეპარება.
რომ გულწრფელი არ არიან, როდესაც გულის ტკივილს ლაპარაკობენ თითქოს ეს პროცესი მათ აწუხებდა იმ სწორედ ამან აიძულათ ეს თემები წამოეწეთ. ხა დეკრიმინალიზაციის კანონი სწორედაც ამათი მიღებულია, ხო? ამათ მიიღეს, ხო? სხვა არ მიუღია. და რაც მთავარია, ის პარტიები, რომლებიც ამ საკითხებს პარლამენტში ეჯდათ ის ხალხი, რომელიც პირდაპირ ღიად ეწეოდა რეკლამას, ნარკოტიკების მოხმარების რეკლამას, რომ ჯარში არ უნდა წახვიდე ქვეყანას, არ უნდა ემსახურო, სამაგიეროდ სრული თავისუფლება გაქვს, მიიღო ამ ქვეყნიური სიამოვნება, მოწიო, რა ვიცი, შეისუნთქო და თუ რა საშუალებები არსებობს, გამოიყენო შენი სიამოვნებისთვის. და ამის ლობისტები პარლამენტში იჯდნენ. და სახელმწიფოში არსებული კანონი აკრძალავდა ამ ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციების ჯერ ჩამოყალიბება რეგისტრაციას და შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და პარლამენტში ჯდომას. აი ზუსტად აქ არის ერთ-ერთი საკითხი, სწორედ რომ რამდენად ლოგიკური არის და უშუალოდ ამ კანონების გამკაცრებით რომ მივახციოთ შედეგს. თუ კი ნარკომანიის ხელშემწყობი პოლიტიკური ორგანიზაციები კვლავ დაშვებულია და არსებობს. ჩვენ როგორ ვებრძვით მაშინ ნარკომანიას? ტელევიზია ერთ-ერთ განაყოფს, გირგზია ლაპარაკი, აქ არაფერი დასამალი და დასაფარი არ აქვს, რა თქმა უნდა. საერთოდ არ გვიყვარს ხოლმე პირველი შეხება, მაგრამ ეს ესეთი თემა, პარტია გირჩია, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ჩვენთვის პრობლემა არაა თუ ქართველი იქნება უმცირესობა. გირჩის ერთ-ერთი თავკაცი იყო, როგორი ბუნაგი მოაწყეს პირდაპირ ღია ეთერში პლანით და ნარკოტიკით თრობისა და ასე შემდეგ აღარ მოუყვები რა არის, ყველაფერი ვიცით, ზეპირად ვიცით და ასეთი ორგანიზაციები, როცა ლეგალურად არსებობს, ლეგალურად ეწევიან პროპაგანდა, აგიტაციას და მეორე მხრივ ჩვენ ვამკაცრებთ კანონს. პირველ რიგში აქ მთავარი არის, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის, არა მარტო მოვაჭრეების ძალიან მკაცრი დარჩა, არამედ იმ იდეოლოგიის დამნერგავების უკვე ალაგმაც უნდა მოხდეს. მოდი ესე ვთქვათ, ახლა ახალგაზრდა ისმენს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი, ოფიციალური პირი, პარლამენტის წევრი უკეთებს რეკლამას დაუშვათ მოსაწევს. ის ყოველთვის შეძლებს და იშუვის. აქ თუ არა გადავა საზღვარზე და იქ გაიუბედურებს. აქ იმაზე კი არა ლაპარაკი, დაუშვათ ვიღაცამ ბევრი გაყიდეს ნარკოტიკი და დავიჭიროთ მოდი. აქ იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი, რომ ახალგაზრდას არ უნდა ჩამოუყალიბო შენ ის მიმართულება, არ უნდა ჩაუდო თავში, რომ მიდი და მოწიე, მიდი და მიიღე ნარკოტიკი. რითია უფრო ძიმე დამნაშავე დაუშვათ ნარკორეალიზატორი, დაუშვათ ნარკოაგიტატორზე. რატომ არ არის? თანაბრად რატომ არ უნდა განიხილოთ? რატომ უნდა იჯდეს ეს პარლამენტში, რატომ უნდა იყოს დაფასებული ადამიანი და სარგებლობდეს პრივილეგიები გქონდეს, შემდეგ უკვე დიდი პენსია, როგორც ყოფილ პარლამენტარს თუ მოქმედ პარლამენტარს და დიდი ხელფასი და ის და ის რატომ უნდა იყოს გამოცხადებული და დევნილი ვინმე მომიხსნას. მაშინ აი მე ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ უბრალოდ გულწრფელობა ვადებს ეჭვს, ამ ხელისუფლების გულწრფელობა ვადებს ეჭვს და ეს ეჭვი სრულიად საფუძვლიანია. თუმცა ჩვენ მე პირადად ძალიან მინდა რომ დავინახო გულწრფელობა. ეს ერთდროულად უნდა გამოჩნდეს თანმიმდევრულობაშიც რა. ვამკაცრებთ კანონს, კი ბატონო, კარგია. ნუ ამერიკას რომ არ მიიღო, რას ვიზავდით? ისე გავაგრძელებით როგორც არის? ხო, თავისთავად. აბა? ჩვენ ხო ქვევრი ვართ, ასეთ ჩამოძახებელი. აი როგორ ახლა? ყოველთვის ველოდოთ იქ როდის მიიღებენ? ის 350 მილიონიანი ქვეყანა, ის მილიარდ ნახევრიანი, 150 აი გარეშემო შევხედოთ. მათაც აწუხეთ პრობლემები, მაგრამ იმათ შეიძლება ამ პრობლემებს გვიან მიხედონ. სხვა დროით რეჟიმში ჩვენ 1.350.000 კაცი გავართ აქ დარჩენილი, ქართველი. იმათ მოლოდინში უნდა ვიყოთ, აი საკითხია, პრობლემაა. ერთს აქვს სასიცოცხლო პრობლემები. შენ უნდა ელოდო გარედან როდის წამოიწევს ის.
ამის რო წამოიწყებს, რა ინტენსივობით წამოიწყებს და სადამდე მივა და სადამდე გაჩერდება. ზოგიერთ სახელმწიფოს ჭარბი მოსახლეობის პრობლემაც კი აქვს და სპეციალური კანონებით ხდება რეგულირება, რამდენი შვილის სკოლის უფლება უნდა კონდეს და თავის მოქალაქეებს რაღაც თანხაა გამოყოფილი, რომელსაც ოფიციალურად აძლევს, ოღონდ ქვეყანა დატოვოს, იმიტომ რომ ჭარბი მოსახლეობის პრობლემის გამო უკვე სულ აღარ შეიძლება ეს პირდაპირ ლოგიკა დაუშვათ ჩვენ 3 მილიონიანი ქვეყანა ხა მილიარდნახევრიანი ქვეყანას რომ შევხედოთ ის როდის მიიღებს ზომებს ან თუნდაც 300 მილიონიანი ქვეყანა გამოგვადგება ამის კურები ტრამპი აღარ არის გავიდა 4 წელი მოვიდა მობრუნდა ისევ დემოკრატები ბაიდენი მოვიდა და ისევ გააგზა მე რას ვიზავთ ეს უნდა ვიფარფატოთ ფოთოლივით რასაც გააკეთებენ ჩვენ ისევ ახლა უკან დავიხევთ აი როგორ ავხსნათ მდგომარეობა ავხსნათ ვამბობთ რომ სამკვდრო საისწორცოლო ხაზი გადის მომავლის გადარჩენისათვის სწორედ ერთ-ერთი უმთავრესი არის სწორედ ეგ დემოგრაფიის საკითხი და ნარკომანიის საკითხი წეგან შენ შეეხე დაუშვათ დასავლეთის ქვეყნებში ანუ ევროპის ქვეყნებში და საერთოდ საზღვარგარეთ გასულ ჩვენს ახალგაზრდობას რომლებიც იქ დაეწაფნენ ნარკოტიკებს და მსხვერპლია დიდ ქვეყანაში იგივე სიტუაცია არ არის? რა თქმა უნდა, ყველა. ღამის კლუბები თუ მოინახულებთ, იქ საშინელებები ხდება. როცა ზევიდან პოლიტიკა იყო და იმაში გრანტს გვაძლევდნენ კოვიდის დროს და სხვადასხვა სნეულებით გარდაცვლილ ადამიანებს კოვიდს რომ მივაწერდით, რომ გრანტი მიგვეღო. ახლა ამ ნარკომანით რამდენ ახალგაზრდას ვკარგავთ, რატო ამის განუქვეყნება არ ხდება? ამაში გრანტს არ გვაძლევენ? გარედან? აი ხო აქ ლოგიკა ყველაფერს აქვს. აი ჩვენი მე მინდა შევხედოთ ჩვენს აქციებს. მე ძალიან მინდა რომ გულწრფელი იყოს ამ გადაწყვეტილებაში საზოგადოება. საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მართავს ქვეყანას. მართველი ძალა. და კარგად გავაანალიზოთ, კარგად ჩავწვდეთ რა. რატო არ ვაცხადებთ იმ ზარმაზარ მსხვერპლს, რასაც ყოველწლიურად, ყოველთვიურად განიცდის ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა. 4 წლის მერე პოლიტიკა რო შეცვალეს ამერიკა, მე რას ვაპირებდით. აი ყველაფერს ამას უნდა ნიკოლა იდეოლოგია წამოჭერით ჯემალის საკითხი. ასაღებს შემოაქვს დამნაშავეა. ვით პროპაგანდა აგიტაციას ეწევა, პოლიტიკური ძალა აქვს ჩამოყალიბებული, პარლამენტში შედის, ტელევიზია გახსნილი. ეს არ არის დამნაშავე. ჩვენ არ უნდა დავძლიოთ ეს ფსევდო თავისუფლების სისტემა, რომელიც უშვებს რომ ქვეყანაში ღია პროპაგანდა ხდებოდეს ნარკოტიკების და ის პიროვნებები, აღარ მიდახლა ბევრჯერ გავიმეორე, მაგრამ იჯდა ეს ხალხი პარლამენტში, ხომ ხო არ ვიგონება მას. ახლა იქიდან მოძღვრავდნენ ახალგაზრდებს. თავისი ნებით გეს უარი ჯემალი თორე პარლამენტში ჩვეულებრივ კვლავ გააგრძელებდნენ მოღვაწეობას. იქიდან მოძღვრავდნენ ჩვენს ახალგაზრდებს და უკეთებდნენ რეკლამას ნარკოტიკულ საშუალებებს და ნარკოტიკების მიღებას, რომ ეს თურმე დიდი სიამოვნებაა და დიდი ამბავია. სისტემა, რომელიც ამას უშვებს, ის სისტემა შესაძლებელი არის თუ არა? ამაზე გვაქვს საუბარი. აი სწორედაც როდესაც გვეკითხებიან რომ ამ адам გაერთიანებაში, ამ адам იმაში მიიღებ თუ არა მონაწილეობას. ჩვენ პასუხობთ იმას რომ ვინც ამ სისტემის შეცვლაზე წამოვა ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ. რა თქმა უნდა. და ვინც ამ სისტემას არ დაუპირისპირდება და არ წამოვა ამ სისტემის შეცვლაზე იმ 1,907,000 აურჩევლის მიერ ხელმოწერების საბუთის საფუძველზე და მის მიხედვით ჩვენ უბრალოდ კი ბატონო პატივისცემთ ყველა გაერთიანებას, პატივისცემთ ყველა პატრიოტულ ლოზუნგს, მაგრამ ამასთანავე ერთგული ვრჩებით უფლის სიტყვის პრინციპების და ჩვენი თემიდან ვერ გადავუხოთ. ეს კიდევ უფრო კიდევ ერთი დამატება იმ პასუხზე, რომელიც საუბრის დასაწყისში. და მოუბრუნდები მეც ამავე თემას. ზოგჯერ რაღაცა არ გვესმის, ან არ გვინდა გავიგოთ, ეგ სწორხაზობრივი არ არის ადამიანი. ჩვენში ჩამოყალიბდა
ასეთნაირად რომ გარეთ თუ იტყვიან ის აქ ჯერა დავიღებ და აქ თუ შიგნით ქართველი იტყვის ხო იმას არ ვიღებთ თუ გარედან არ ხდება მისი აღიარება ესე იგი ჯერ ერთი ყველა იმპერია ცდილობდა რომ ასეთი ფსიქოლოგია ჩამოეყალიბებინა ასეთი ჯგუფები წაეხალისებინა რომელიც მათია დამოკიდებული და ეს უკვე ინერციის სახეს ატარებს და ნუ კიდევ არის რაღაცები ჩვენი ყოფითი რეალობისა ეხლა მაგ საკითხს არ შევეხებით მაგრამ ძირითადი საკითხი რა არის ის რაც ჩაიშალა ახლა ულტრა გლობალისტებს ეძახიან deep state თუ რაც არის რა დიდი მასონური გეგმა, დიდი სიონისტური გეგმა სოფლიო ერთმართველი ტახტზე დასმა და ასე შემდეგ 2000-იანი წლების გასაყარზე და მიჯნაზე 21 საუკუნის დასაწყის მიჯნაზე იყო ყველაზე დიდი შანსი და ეს იქნა ხელიდან გაშვებული ეს გაკეთდა მოსული უფლის სიტყვის მოქმედებით სიტყვა აღმერთი ესაა გჯერა თუ არ გჯერა ამის დაჯერება გვიჭირს სიტყვა ღმერთი და ღმერთი ასე ვთქვათ სიტყვის სახით ჩვენთან არის მეორედ მოვიდა ეს სიტყვა და მოიტანა ის რაც არ ვიცოდი და რაც უნდა გაგვეგო და მოგვიტანა უმთავრესი მოთხოვნები და მოთხოვნების წინაშე დაგვაყენა ბოროტების გზა ჩადებულია ფორმაციაში და ეს არის შესაძლებელი. კაცობრიობის ამოცანაა ეს, რომ ფულის სისტემიდან ავიდეთ მაღალ ზნეობრივ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ ფორმაციაზე და მომავლის პროგრამა გვაქვს მოცემული. ადამიანს დაამაღლდეს. უნდა ამაღლდეს. აი ესაც ერთად მოცემულობა. კაცობრიობის განვითარებისათვის მარადისობაში როგორც ჩავეწერებით არანაირად დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უარსად კრიტიკული მომენტი. რატო არ ვადებთ ამ ცნობას ფასს? პირველ რიგში იმიტომ რომ ეს ქართველმა კაცმა თქვა და არა ინგლისელმა, არა ფრანგმა, არა ამერიკელმა. ეს ერთ საკითხი. და მეორე საკითხი. უფალი გვავალებს არსებული ფორმაციის შეცვლას, რაც ბოროტებისაა. ფულის სისტემის შეცვლას. და ჩვენ ამ ფულის სისტემაში ვარ ჩაქსოვილი მთელი პოლიტიკური ნაწილი. ეს პოლიტიკური პროცესია, პოლიტიკური ძვრა საჭირო. ესე იგი პოლიტიკური ძალები უნდა ამოქმედდეთ. რომ ფორმაცია შევწავლოთ. ეს არ არის რელიგიური მოძრაობა, ახალი რელიგიის შექმნა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს პოლიტიკური ნაწილი, ამ ფულის სისტემის ნაწილი ვარ ისე, რომ ამის შეცვლა არ გვინდა. ძალაუფლება გვიჭირავს ძალაუფლების წყაროსთან ვარ დაკავშირებული, ამის შეცვლა არ გვინდა. გვიჩვევია მოვკვდეთ, ვიდრე შევცვალოთ. იმიტომ რომ ახალში ჩვენ თავს ვერ ხედავთ. თუ ფული მაქვს და ფულით ბატონობ და თუ ფულის სისტემა აღარ იქნება და სხვა ღირებულებები რეალურად შემოვა, მე სად ვიქნები? ამ კითხვაში ვარ, არა და გზა რასაც ვადგევართ, ეს დაღუპვისაა. ეს ცნობა გვაქვს მიღებული. თუ ადრე მანამდე გვეგონა, ასე გვეგონა, რომ მეორედ მოსვლა უეჭველად სამყაროს საყოველთაო აღსასრული იქნებოდა და იქ სულიერ სამყაროში გადაწყდებოდა ვის სამუდამო გაქრობა და ჯოჯოხი და ვის სამოთხე, ასეთი არის ჩვენი წარმოდგენები, ახალი სიტყვა გვეუბნება, რომ არსებობს გადარჩენის შანსი. ადამიანური არსებობის საწყის ეტაპზე ვართ. წინ ძალიან დიდი რამეა კიდევ თვის ჩანაფიქრში ჩადებული ევოლუციის დიდი კიბე გველოდება თუ ამ ურთულეს გზას გზაჯვარედის გადავლახავთ და დავაგდეთ ბოროტების გზას, იმიტომ რომ განვითარების ის ვექტორი რაც დავიწყეთ დაახლოებით 8000 წლის წინ დღეს მთავრდება უკანასკნელია. ეს დაწყებული გზა თვითგანადგურებისაა, ვამბობთ. და კონკრეტულად ჩამოყალიბებულია. აი აქ კონკრეტულ რამეზეა ხელი მოწერილი თავის დროზე 1,907,000 ადამიანს აქ არის ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით
რომ ქართველია მასპინძელი საქართველოში, რომ ეროვნული სიმდიდრე გაყიდულ გასხვისებული უპირობოდ უკან უნდა დაბრუნდეს და ახალი სფერული ფორმაცია აქვს დასამკვიდრებელი ჩვენ და კაცობრიობის გადარჩენის მიზნით. ეს ხაერული მოცემულობა გაგვაჩნია. აი ხელმოწერების საფუძველზე შეგროვებულია, ჩატარებულია ყრილობები და მიღებულია დადგენილებები. რა ფუნქცია გვაქვს ჩვენ ეროვნული თანხმობის დარბაზს? ჩვენი ფუნქცია წარუდგინოთ ეს მოთხოვნები ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას და დავადგინოთ რა პუნქტში ეთანხმებიან, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. ეს მოთხოვნები არ არის ადამიანის მოთხოვნები, თუმცა ფრიად ადამიანურ ენაზეა და გასაგებად არის ჩამოყალიბებული. ზიადამიანურის არ ჭირდება, რომ მე ვიტყვით, რომ აბა ვინაა ზიადამიანია რა ჩვენ შორის, ან ჩვენ როგორ უნდა გავგებოთ თუ რაღაც ადამიანის ცნობიერებაზე უფრო მაღალი რაღაც ისეთი მოთხოვნა იქნება და ვერ გავიგებთ და ყველაფერი არის აბსოლუტურად გასაგები. რომ ფორმაცია რომ შეიცვალოს, ეს პროცედურული საკითხებია, გასავლელი და ჩვენი მიზანი ამოცანაც ის არის, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მართველი იქნება თუ არ იქნება მართველი ოპოზიციაშია თუ ახლა ქმნის დიდ ქართულ გაერთიანებას, წარუდგინოთ უფლისიტყვის მოთხოვნები. მათთან ერთად განვიხილოთ, შევჯერდეთ და გავარკვიოთ მათი დამოკიდებულება. ნებისმიერის დამოკიდებულება ამ მოთხოვნების ირგვლივ. იმიტომ რომ უფლისიტყვის მოთხოვნების იგნორირებით ჩვენ ამ ახალ საფეხურზე ვერ გადავართ. ვერ ამაღლდებით, არ მოხდება საკაცობრიო საქმის განხორციელება. ისე ამავე სისტემის ფარგლებში ვიტრიალებთ და მეტი რომელიმე ზესახელმწიფოს, რომელზეც მაინც მიწელებული ვართ, ის თუ რაღაცას გააკეთებს და ჩვენც აქ პატარას თუ გავფანცხალდებით. მეტი. ჩვენი არ არის. ჩვენ კი მოგვიწია, თელ ორგანიზაციას მოუწია ხელმოწერების შეგროვება. დასავლეთი ძალიან ძლიერი ორგანიზაცია იყო და დღესაც არის შემორჩენილი. რა თქმა უნდა, ბევრი დაიღუპა, ბევრი წავიდა. გორჩი ძლიერი ორგანიზაცია იყო, თვითონ თბილისში ბევრი ადამიანი იყო ჩაბული ამის გაკეთებაში, მაგრამ ეს ჩვენი არ არის. ეს არის უფლის მოთხოვნა. ეროვნული თანხმობის დარბაზის მიზანია, რომ გავაცნოთ, მიუტანოთ, გავახსენოთ, გვინდა თუ არა ამ გზით სიარული. თანხმდებით თუ არა იმ საკითხში, რომ ჩვენი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს უფლისიტყვის მოთხოვნები. ესე იგი, იმ პოლიტიკური ძრებისა და იმ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება, რის შესახებაცაა ჩატარებული 3 ეროვნული ყრილობა, 1,907,000 ადამიანის ხელმოწერა. აი ჩვენი ამოცანა ეს არის. ჩვენი დამოკიდებულებაც ნებისმიერ პატრიოტულ გაერთიანებასთან აი ამით შემოვიფარგლება. სხვანაირად ჩვენ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ. ჩვენ არა ვართ ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეიძლება ალიანსი ჩამოაყალიბოს შეკრა სხვა პოლიტიკურ ძალებთან, შეაჯეროს თემები გარკვეულ დათმობებზე წავიდეს მოლაპარაკების შედეგად და გაიზიაროს მისი პრინციპები, თავის პრინციპებზე ნაწილზე უარი თქვას, იქიდან გამომდინარე რომ ერთობა ამას ითხოვს. ეს არ არის ბატონო ჩვენი, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენი არსებობის ერთადერთი მიზანი არის უფლის სიტყვა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ და მივიტანოთ როგორც შენ თქვი ახლა. ჩვენ საზოგადოებამდე, ხელისუფლებამდე, პოლიტიკურ ძალებამდე ეს უკვე დიდი ხნის დაფუძნებული პოლიტიკური ძალები იქნება თუ ხვალდაფუძნება ამის მიუხედავად და ეს იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიც, რომელიც გაამჟღავნებს მათ რეალურ დამოკიდებულებას ამ ეროვნული პრობლემების მიმართ. ეროვნულ საკაცობრიო პრობლემების მიმართ. ნუ ძალიან მარტივ ენაზე რო ვთქვათ, სარეველისთვის თავის გადაჭრა შედეგს არ მიძლევა, ის ხვალდახვალზევით ასე ვთქვათ გამრავლდება, დაიხეთქავს ქვია გლეხურ ენაზე
და თუ ერთი ღერო იყო გადაიქცევა 1000. ძირფესვიანად. კი ბატონო, თუ ძირფესვიანად არ ამოითხარა ის ამ სარეველისგან ვერ განთავისუფლდება ის კულტივირებული მცენარე ვერ გაიხარებს თუ სარეველად ძირფესვიანად არ მოგვიჭი. არსებული ფორმაცია, რომელმაც ახალგაზრდობას მომავლის პერსპექტივა წაართვა, ფორმაციამ, წყობამ, სისტემამ, რომელმაც ნიჰილიზმი დათესა ახალგაზრდობაში და მეორეს მხრივ მიუთითა, რომ აი შენ თუ ამ ქვეყნიდან, ამ არსებობიდან, ამ ცხოვრებიდან რაიმე კარგი გინა მიიღო, სიამოვნება გინა მიიღო, უნდა წახვიდე ამ გზით, ანუ ნარკოტიკების მიღების გზით. ამ ფორმაციის მიმართ დამოკიდებულება როგორია, ეს იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელთანაც ჩვენ მივვალთ ეს წეგანას თქვით ახლა ახალდაფუძნებული იქნება თუ დიდი ხნის დაფუძნებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და მეორე თემა კიდე ნეიტრალიტეტი. თუ გვინდა რომ აი მინდა აქვე გადავიდეთ პირდაპირ მე ამ თემაზე ბარემღა რომელიც დასაწყისში დავაანონსეთ თუ არ გვინდა რომ აქლემების ჩხუბში კოზაკივით გავიჭრიტოთ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ქვეყნის ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით. სწორედ აი ეს ორი პრინციპია, რისთვისაც არსებობს ეროვნული თანხმობის დარბაზი. და ყველა ის ძალა, რომელიც თანხმობას განაცხადებს და გვერდში დაუდგება ამ ჩვენ კი არა. აი პრინციპებს, რაზედაც ხალხმა და ამორჩეულის უბრალოდ სულ ხელი მოაწერა. ჩვენთვის მასთან თანამშრომლობა იქნება მისაღები და მისასალმებელი. ახლა რაც შეეხება იმ ორი აქლემის ჭიდაობას, რაც დავაანონსეთ. ამაზე კი ბატონო, აქაც ორი სიტყვით შეიძლება ეს გზა დაღუპვისაა, მაგრამ არის პარადოქსი. როგორც ბატონი ეკაკი გვეუბნეოდა. შეპირდებიან, მაგრამ პირობებს ვერ შეასრულებენ. თუ გადაინაწილებენ, მაშინ ჩვენ ადგილსაც გადაწყვეტენ. ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე. მაგრამ თუ ვერ შეთანხმდებიან, ჩვენი ადგილი გადასაწყვეტი იქნება. ეს ძალიან ართულებს ჩვენ მდგომარეობას, ერთი შეხები თითქოს. მაგრამ მეორეს მხრივ ესვე გვაძლევს ჩვენ ამ ახლის დამკვიდრების შანსს. ვითარება გადაუწყვეტელია, გაურკვეველია კავკასია ვის ხელში უნდა იყოს და ვის კონტროლის ხელში უნდა იყოს. მსოფლიო ძალები ერთმანეთს ეჭიდებიან. თითქოს მშვიდობაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ხედავთ, რომ ეს გეგმა გაიჭედა. ჩვენ ჯამში მივიღეთ ის, რომ ევროპაში გამოიყოფა კრედიტი ტრილიონზე მეტი, რომ ევროპა გადავიდეს გამალებულ შეიარაღებაზე. გერმანია უზარმაზარ თანხას აპირებს აიღოს სესხად, რომ კვლავ მიუბრუნდეს თავის ხელობას. ორი სკოლა კარგად გაიარა პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომით, რომ მესამე მსოფლიო ომისთვის გოის როლი შეასრულოს, ჯავშანში ჯამჯდარი გოის როლი შეასრულოს, მოკლედ ეშმაკისთვის ვიღწვით, ვაკეთებთ. ესე იგი, არ იხსნება პრობლემა. არ არის ნანატრი მშვიდობა. წინააღმდეგობა გრძელდება. აგერ არის ამერიკელი პროფესორი, რავის პირდაპირ ვითხრა, რომ ამ პირობებში პატარა ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. კარგი, აქედან ვერ ვიდეთ, თუფალს ვერ ავხედავთ. ჩვენ ღმერთი ესე არ გვესმის, ჩვენ აი ლოცვა ფსალმუნები გვესმის, მაგრამ ახლა ღმერთი ნეიტრალიტეტამდე შევიწროთ, დაივიწროებს თავის დამოკიდებულებებს. კაცო, თუ კი გადარჩენა ამ გზაზე გადის, თუ კი პიროვნებისთვის, როცა პიროვნების საკითხი იხილება იქ იმ სამყაროში, მარხვის დროს ხორცი მიირთვა თუ არ მიირთვა, ეგ საკითხებიც კი
განიხილება. თითქოს ღმერთი დიეტოლოგია. კი, ღმერთი მაგასაც კი რა თქმა უნდა ხედელობაში მიიღებს ის როგორ იქცეოდა მარხვის დროს. ამხელა ქვეყანა. ამხელა როლი გააჩნია კაცობრიობის წინაშე. ამდენი მილიონი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში 1.350 მაინც ხო არ დაგდარჩენილები. ეხლა ეს ქვეყანა რა კურსით ივლის, თავს დაიღუპავს თუ არ დაიღუპავს, ან ასე შემდეგ, იმისთვის არაფერს არ წარმოადგენს. ეს ქვეყნიერება ეშმაკისაა და ეშმაკი ამ ქვეყნიერების გადარჩენაზე ზრუნავს და ღმერთი იმიტომ უნდა მოვიდეს, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს. ღვთისთვისაც ნუ არ არის როგორ კურსი წაიყვან ქვეყანას ამ ხომალდს კლდეში აჯახებ და მილიონობით ადამიანს დააღუპავ თუ სწორედ მოიქცე. აი სწორედ რომ მოიქცე ნეიტრალიტეტი მოითხოვება. შენ არჩევანზე კი არ არის კაცო. ეს მოითხოვება, თუ გინდა გააკეთე რომ გადარჩე. არა და ბევრჯერ ხაზი გაუცვით. ჩვენ რო ახლავს ხედავთ და ვსაუბრობთ, გვინდა არ გვინდა, ვარგა თუ არ ვარგა ეს ხელისუფლება, არის თუ არა გულწრფელი თავის ქართველობაში, თუ ეგ გვერდზე რომ გადავდოთ, გამოვიდა ისე რომ ამათ ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს მიმდინარე ომის პირობებში. კავკასიური ომის, აგერ ევროპული ომის, თუმცა ახლა აზიაში თუ გააჩაღებენ ომს, აქაც დაგვიყენებენ საკითხს, თუ ამერიკის მხარეს. და ამით ქვეყნის დაუყმა გადავადდა ასე. ეს ამ მოცემულობა. წინა გადაცემაში ცოტა აქტიურად თქვით, რომ ეს ორგანიზაცია შექმნილი ნეიტრალურ საქართველოს. და როცა გითმობენ ახლა ტელევიზიას და გარკვეულ სამთავრობო ნაწილს წარმოადგენენ უკვე წამყვან ტელევიზიებში ხდება ამ ადამიანების გამოყვანა და გამოსვლა. უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო. იქით ვიტყოთ, რომ უფრო მეტად მკვეთრი უნდა იყო. სწორი გზა, ხმამაღლა სათქმელი. ეს ისტორიულსაც ვერ ჩავთვლით, ახლა იმდენი დროც არ არის გასული, ეს საქმე ცხელი საქმეა ჯერ. კიდევ ეს არის უზარმაზარი დოკუმენტი. 1.907.000 ადამიანის ხელმოწერა დეიურე გვიდევს. ამის დამალვა როგორ შეიძლება? გადარჩენისთვის ესაა, გავიჭყლიტებით. ჩვენ თუ გონია რომ მოაგვარებენ დამშვიდდება და გადანაწილებაში საერთოდ მოყვებით, ჩვენი მოვალეობა ის იქნება მარტო იმის დროს ავაფრიალოთ, არ ხდება. და ვიცხოვრებ ბედნიერად. ჭიდილი უფრო უარეს ფორმებში შედის. ესე იგი მართლდება რაც მოწოდებულია საქართველოში. არ მოეხსნება კაცობრიობას. მანამ სანამ სადმი არ გაჩნდება ერთი წერტილი ერთ ქვეყანაში, სამაგალითოდ რომ აიქ დააგდეს ბოროტების გზა. იქ წავიდნენ იმაზე რომ ფორმაციის შეცვლა დაიწყეს. უფლის მოწოდებული, უფლის გაცხადებული ნებელობის, უფლის მიერ მიღებული ცოდნის კვალდაკვალ. მარქსის კვალდაკვალ კი არა. ინკლუზიური კაპიტალიზმით კი არა. ულტრაგლობალისტურად კი არა, ან ტრამპისტულად კი არა. აი ისე როგორც აქ არის გაცხადებული. ამიტომ კიდევ იქ უბრუნდებით იმ საკითხს. ჩვენი პოზიცია პირადად ჩვენ პიროვნულად ჩვენ პოზიციას აზრი არ აქვს. ახლა მე რა პოზიციას დავიკავებ ამათუი პიროვნების მიმართ, ამათუი პოლიტიკური მოძრაობის მიმართ. ამას არ ზოგადად ჩვენი პოზიცია, ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია, სწორედ ამ საკითხებისადმი ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ისეთიც იქნება. პიროვნულად მომწონს, არ მომწონს, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მე შეიძლება ძალიან დიდ პატივს ვცემდე მოცემულ პიროვნებას, კარგად აზროვნებს, ის, მაგრამ მისი პოზიცია ამ უძირითად საკითხებთან არ იყოს მისაღები. ჩვენი მოქმედების, ჩვენი გაერთიანების საფუძველი კაცი ვერ გახდება, აღმოჩნდება რომ ესე არის, ესე იქნება, თუ უფლის სიტყვა არ იქნება ჩვენი შემაერთებელი, გამაერთიანებელი. თუ ჩვენი მეთაური და წამყვანი არ იქნება უფლის გაცხადებული ნებელობა. მომავლის პროგრამა. თუ ამას დავუდებთ საფუძვლად, სხვა შედეგებს მივიღებთ. მაგრამ როგორც კი კაცს წამოვწევთ, დავინახავთ მერე რა და როგორ წარიმართება. მაგასაც დავინახავთ. მიუხედავად ჩვენი პირადი სიმპათიებისა თუ
ანტიპატიაზე აქ არაა ლაპარაკი. არაერთხელ იყო მცდელობა, რომ ეს საკითხი არ გამოჩენილიყო, ეს უძირითადად საკითხი არ გამოჩენილიყო და წარმოჩენილიყო განათლებული, ჩამოყალიბებული პიროვნება თავისი პარტიული ტელევიზიით, თავისი პარტიული შემადგენლობით, თავისი პარტიული ფრონტის გაერთიანებითაც შეიქმნა რამდენჯერმე. მაგალითად თარხან-მომურავი, პატრიოტთა ალიანსი, ანუ პატრიოტების გაერთიანება. მაგალითად არტინფოს ბიჭები, ახალგაზრდები, ნიჭიერი, კარგი, ენერგიული ბიჭები. იყო ამ საკითხის დაფარვა იყო საჭირო და არ უნდა გამოჩენილიყო, რაზეც ბატონ ნაკაკი 28 წელი იღვაცა და რაღაცა ფორმით გრძელდება და ვაგრძელებ. და ადამიანებს თავიანთი შეხედულებით, თავიანთი სწორი პოლიტიკური ალღოთი უნდა გაეჭრათ. იგივე გზასავდა ხელისუფლებაც, ხო? ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო ეს კონსერვატიული, პატრიოტული ლოზუნგები, რაღაც ნაბიჯებსაც თითქოს დგავს, მაგრამ სიღრმისეულად წეგანსწორით აღნიშნეთ ჩემუჯემალი თუ სარეველად ძირიანად არ ამოიღე, ზევიდან გადაჭრა მას უფრო ამრავლებს, იმიტომ რომ ეს ძირები მთლიან ფორმაციაში, ფულის სისტემაშია ჩალაგებული, ამიტომ სურვილებად რჩება და არ გამოდის საბოლოო ანგარიში ჩვენს მიერ მიღებული კანონებით სგულწრფელი და ჩვენი ნამოქმედი არის სგულწრფელი. ძალიან რთული ასახსნელია. ზრუნავდე ქვეყნის გადარჩენაზე, მომავლის გაჯანსაღებაზე და ამ დროს 6 მილიარდიანი ამხელა სახსარით შემოყავს რაც არაბული კომპანია და ფაქტობრივად უცხოელ დიდრებს უშენებს შექმნაში სასუფეველს. აი ეს ურთიერთსაწინააღმდეგოებია ყველგან ჩალაგებული. ეს უნდა გავასწოროთ და გავსწორდეთ. ჩვენი წამყვანი ძალა, ჩვენი გამაერთიანებული მოსული უფლისი თქო უნდა იყოს. ახლა არ თქვათ, არ გავახმაუროთ, მოვლენაზე არაფერი არ თქვათ. აბა ჩვენ ვართ ახლა ესეთი ბრძენ ხალხი, რომ ასე ზევიდან ველაპარაკებით საზოგადოებას. ესე გვინდა, ესეთი კერპები გვინდა? ესეთი კერპების დრო დამთავრდა. რამდენიც ესეთი კერპი წამოიმართება, დაინგრევა, წაიქცევა. ჩვენი თვალით ნახავთ ამ წაქცევას. ჩვენ კი იმედგაცრუების გარდა ვერაფერს ვერ მივიღებთ. ბევრი ოქროს ღილი ვნახეთ, ხალხში ჩამოვარდნილი, დღეს ვიცით ოქროს ღილებს რა დაემატა. უამრავი ორგანიზაცია შექმნილა ყველა პატრიოტული სახელებით, იყო მოქალაქეთა კავშირი, რომელიც ვითომდა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველი გამტარებელი უნდა ყოფილიყო, მე როგორც წავიდა პროცესები იცით, შემდეგ ნაციონალური მოძრაობა იყო, რომელიც ქართული ნაციის ჩვენი ერის ინტერესების გამტარებელი დამცველი მისი ინტერესებისთვის მებრძოლი უნდა ყოფილიყო. შემდეგ ქართული ოცნება მოყვა ამას, რომელსაც ჩვენი ოდითგან მომავალი ოცნებები, ქართული ოცნებები უნდა აესრულებინა ვითომ. შემდეგ აგერ ახსენე პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ალიანსი უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალის თუ პიროვნების. ახლა იქნება კიდევ პატრიოტული სახელით და მოწოდებებით რაღაც ორგანიზაციები. კი ბატონო, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს. ვსურვებთ ნებისმიერ ასეთ გაერთიანებას უფლის სიტყვასთან დამდგარი იყვნენ და მათ წაიყვანონ. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, ამის მივესალმები თუ ეს პოლიტიკური ქართული და პოლიტიკური ძალა შეიქმნება, მაგრამ ისევ და ისევ უნდა მივიდეთ ჩვენი თემამდე, რომ ფორმაციის ცვლილების გარეშე ქვეყანას არ ეშველება და ქვეყანა უნდა იყოს ნეიტრალური იმისთვის, რომ მართლაც სახელმწიფოების აკლდამების ჭიდაობაში არ გავიჭრიდოთ, არ დავკარგოთ საბოლოოდ ჩვენ სახელმწიფოებრიობა, არ შევწყვიტოთ როგორც ელმა არსებობა, აგერ თუ გავიხსენებთ რა საბუთი საფუძველი დაუდო რუსეთმა სპეცოპერაციის დაწყებას, უკრაინაში დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, რაც ნიშნავდა იმას, რომ და პირდაპირ მოთხოვნას დღესაც, როდესაც მოლაპარაკებაზე წავიდა საუბარი, რუსეთმა ერთ-ერთ მთავარ თემად წამოაყენა
უკრაინის სამარაჯამო ყოველ შემთხვევაში გრძელვადიანი ნეიტრალიტეტი. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეგ, ნატოში არ გაწევრიანება და გრძელვადიანი ნეიტრალიტეტი. ამ თემებზე გვაქვს საუბარი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნეიტრალიტეტის გარეშე ჩვენი ქვეყნის გადარჩენაც საუბარი ზედმეტი, იმიტომ რომ უკრაინაზე კიდევ უფრო მტკივნეული რუსეთისთვის არის კავკასია, არის საქართველო, გასაგები მიზეზების გამო იქ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემებიდან გამომდინარე და კიდევ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე და ამიტომ ჩვენი მთავარი პრინციპი არის ის ორი პრინციპი, რომელიც ჩვენი არ არის სინამდვილეში, ეს უფლის სიტყვის მოთხოვნა და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პიროვნებების ირგვლივ, არამედ სწორედაც უფლის სიტყვის ირგვლივ და ამაშია ქვეყნის ხსნა და გადარჩენა. მგონი ეს დროა, როდესაც უკვე უნდა დავემშვიდობოთ გახაროთ. კიდევ მხოლოდ ერთხელ დავამატებდი ჯემალი ჩვენს ნათქვამს, რომ უფლის სიტყვა არ გვინდა საფუძვლად დავუდოთ ჩვენს მოქმედებას. ჩვენ არ გვინდა გავამჟღავნოთ ის, რომ უფლის ლებელობაა სწორედ ეს ქართულ ენაზე მოცემული. რატო? იმიტომ რომ რელიგიის მესეურებს ეწყინებათ, იმიტომ რომ მათ სხვანაირი წარმოდგენები ჰქონდათ. მანამ ეს პროცესი უშუალოდ დაიწყებოდა. ამიტომ რომ იმას არ ვასიამოვნოთ, არ ვაწყენინოთ, იმას არ ვაწყენოთ, იმას არ ვაწყენოთ. მოდი გადავდოთ გვერდზე, რომ ეს უფლის სიტყვა აქ არა აქ ადგილი, არაა მიღებული საქართველოში. პროცესი არ ხდება, ყოფნა არ ყოფნის საკითხები არ წყდება დედამიწის. ეს ყველაფერი დავმალოთ და ტაბუ დავადოთ და ჩვენი პიროვნებები შევთავაზოთ როგორც გადამრჩენლები ქვეყანას, საქართველოს. არის ნათქვამი ქართული, შენ ხილიჭამე მებაღეს რას კითხულობო. არის ეს მომენტი. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის რაციონალური, რაც მომავლის პროგრამიდან ავიღეთ, იმიტომ რომ მანამდე ყველა პროგრამა ერთი იყო, წვეთი წყალივით გავდა, ეს ავიღეთ. ოღონდ კაცი ამბობდა, რომ ჩემით არ არის ეს, მე რაც მივიღე, მე ის გადმოვეცი, მამისგან არისო, ღვთისგან მომდინარეობს ეს. ბატონო ეკაკი ასე ამბობდა. ეს მოგვიტანა. ვერთი ჩამოვაცილეთ. არა და ამ პროგრამის ელემენტებს ვიღებთ, ეხლა ამით უნდა უშველოთ, ეს არის ძირითადი მოცემულობა. ხო, რა კარგია, გამოჩნდა რა გზა, მარტივი, ადამიანურია. მე რა, ხო, კაი, ხო. მეთი ხსენება არ გვინდა. და ამ შემთხვევაში არ გამოვა. ვშიშობთ, რომ არ გამოვა. არ გამოვა. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვართ სწორედ იგივე ღმერთს დაცილებული. და უკანა ვართ მისაბრუნებელი, შემოსაბრუნებელია კაცობრიობა. და უფლის გარო გვაქვს მიღებული, სწორედ ეს უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი მომავლის. ეს უნდა დავაფასოთ და ეს უნდა დავდოთ ქვაკუთხედად და თავში. ამის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ. ეხლა იმას ეწყინება, არ ეწყინება, ვიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს. მას სხვა შეხედულებები ქონდა არა უჭირს. მე რა. სულ სწორედ მასეთ შეხედულებები უნდა ქონოდა. მე რა. მასეც უნდა მოქცეულიყო, წინააღმდეგობა უნდა დაეწყო. უარყოფის გზაზე უნდა დამდგარიყო. კი, გასაგებ ესე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლომდე არა. ბოლოს და ბოლოს საკითხი უნდა გადაწყდეს და აღიარება უნდა დავიწყოთ. თუ ამ აღიარებს არ წავალთ, ჩვენ გამოდის, რომ თვის ნაბოძვარ ნიჭს ვიყენებთ, ღმერთის ხსენება არ გვინდა. იცი რა არის აქ საინტერესო ერთი რუსეთს თავისი მოთხოვნები აქვს ჩვენს მიმართ და აგერ ერთი მხარე გაიძახის, რომ თუ ამ მოთხოვნებს არ შევასრულებთ,
მაშინ ძალიან ძვირად დაგვიჯდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ. მეორე მხარეს დასავლეთს აქვს თავისი მოთხოვნები და მეორე მხარე გაყვირის რომ თუ დასავლეთის მოთხოვნებს არ გავითვალისწინებთ, მაშინ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ძვირად დაგვიჯდება და დავიღუპებით. საკითხავი აქ რა არის იცი რომ კი მაგრამ პუტინის და კრემლში მოკალათებული ფუნქციონერების გეშინიათ და მათი მოთხოვნების არ შესრულების გეშინიათ და უფლის მოთხოვნების არ შესრულების არ გეშინიათ. დასავლელი ლიდერების მოთხოვნების არ შესრულების და აგერ გამოგზავნილი გათხოვილი კაცებმა რომ ჩამოიტანეს ეს მოთხოვნები ამ მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში ამ გათხოვილი კაცების და მათი ლობისტების გეშინიათ და უფლის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლის არ გეშინიათ. ერთხელ ბატონო აკაკი თქვა, კაი არ გჯერათ რომ ნამდვილად მეორედ მოსვლა და რომ ნამდვილად ეს უფლის სიტყვა და მოთხოვნები მისია. მაგრამ ერთი წამი დაუშვითო. ეს რომ მართალი იყოს, მე სამ კითხვით მინდა დავასრულო. თუ ეს მართალია, მე ვავშვებით. მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრაზე.